საღამო მშვიდობის არიოფენ მედიის ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. საქართველოს გააგრძელებს წვლილი შეტანა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესში, აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქ კოლეგასთან რეჯეფ თაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს გააგრძელებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში თავისი წვლილი შეტანას. მისი თქმით, საქართველოს აზერბაიჯანი თურქეთის მხრივი თანამშრომლობა რეგიონული სტაბილურობისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და წარმოადგენს იმის მაგალითს, თუ როგორ შეუძლიათ ქვეყნებს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემით ითანამშრომლონ. პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის მნიშვნელობას. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ყირგიზეთში დაგეგმილ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტს არ დაესწრება. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაშინიანი 12-დან 15 აგვისტოს ჩათვლით შვებულებაში იქნება. ყირგიზეთში სომხეთის დეკლარაციას ვიცე-პრემიერი მჰერი გრიგორიანი უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შვებულების პერიოდში ვიცე-პრემიერები მჰერ გრიგორიანი და ტიგრან ხაჩატრიანი შეასრულებენ. მოსკოვი აცხადებს, რომ ტრამპის გზის დეტალებს შეისწავლის და სომხეთს ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და რუსი მესასხვრეების ფაქტორს ახსენებს. რუსეთი ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმების დეტალებს, კერძოდ კი პროექტ ტრამპის გზის საკითხს დეტალურად შეისწავლის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსეი ფადეევმა განაცხადა. მისი თქმით, რეგიონში არარეგიონალური ძალების ჩართულობა მშვიდობას უნდა შეუწყოს ხელი და არ უნდა შექმნას ახალი პრობლემები და ყოფი ხაზები. ფადეევმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონული კომუნიკაციების გამბლოკვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას აუცილებელია გაითვალისწინებული იქნეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სომხეთის წევრობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში და სიუნიქის პროვინციაში რუსი მესაზღვრეების ყოფნა. ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანის მიერ ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლის შესახებ ერთობლივი მიმართვის გაკეთებამ ახალი დისკუსიები გამოიწვია. საბოლოოდ იხურება თუ არა ყარაბაღის სომხურობის საკითხი და რამდენად ეფექტური იქნება ეს ფორმატი კონფლიქტის მოგვარების პროცესში. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ მინსკის ჯგუფმა როგორც ეფექტურმა მექანიზმმა თავისი თავი დიდი ხნის წინ ამოიწურა. ამ თემაზე ჩვენი კოლეგა მონიკა ჰაიროიანი ესაუბრა პოლიტოლოგსა და მმართველი პარტიის დეპუტატს. ეუთოს მინსკის ჯგუფი, რომელიც 1992 წელს შეიქმნა ექსკლუზიურად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, 3 ათწლეულის განმავლობაში რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების, სამხედრო ესკალაციის შეკავებისა და უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკებების პლატფორმა იყო. რუსეთის, აშიშისა და საფრანგეთის თანათავმჯდომარეობით მოქმედმა ამ ფორმატმა 2020 წლის ომის შემდეგ გავლენა დაკარგა, ხოლო განსაკუთრებით 2022 წელს რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების გამწვავების პირობებში დასასრულის დასაწყისი კი 2025 წლის 8 აგვისტოს დაიდო, როდესაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ეუთოს მიმართეს მინსკის ჯგუფისა და მისი ყველა სტრუქტურის დაშლის თხოვნით. თუ დეკემბერში ეუთოს ვენის კონფერენციაზე განცხადება დაკმაყოფილდება, მაშინ პოლიტოლოგ გევორგ ჰუკასიანის თქმით დაიხურება მთიანი ყარაბაღის მოლაპარაკებების ისტორიის მთელი თავი და დამყარდება აშიშის როლი, როგორც ახალი ძალისმიერი ცენტრისა სამხრეთ კავკასიაში. შემთხვევითი არ არის, რომ მინსკის ჯგუფის საქმიანობის შეწყვეტა ბოლო წლებში აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იყო მოლაპარაკების პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფებად. ანუ მას აზერბაიჯანისთვის ისეთი მნიშვნელობა აქვს, რამაც მათ აიძულა ეს საკითხი ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად ექციათ. აზერბაიჯანის სტრატეგიული უმთავრესი მიზანი ყოველთვის იყო ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლა და როგორც გევორგ ჰუკასიანი სინანულით აღნიშნავს, ბაქომ საბოლოოდ ამას მიაღწია. სომხეთი კი ფაქტობრივად ყოველგვარი მიღწევის გარეშე დარჩა. სომხეთმა მიიღო პარაფირებული ამორფული შეთანხმების ტექსტი, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩევლის დღევანდელი განცხადების თანახმად გაფორმდება მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც სომხეთი შეცვლის თავის კონსტიტუციას. ამ ვითარების ჯამის შედეგად ჩვენ ვხედავთ, რომ ვაშინგტონში ალიევი გაემგზავრა უმთავრესი მიზნად ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლა. ყარაბაღის პრობლემის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, დასასრული უნდა. თუმცა გევორგ ჰუკასიანის თქმით, ვაშინგტონის დოკუმენტი მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა და ის საბოლოოდ არ გაფორმდება, სანამ სომხეთის კონსტიტუციაში შესაბამისი
შესაბამისი ცვლილებები არ განხორციელდება. Հայաստանի իշխանությունները այն խնդիրները, որ իրենց առջև գոնե դրել էին, სომხეთის ხელისუფლებამ იმ პრობლემებს, რომლებიც მაინც დაისახა, ვერ მიაღწია, რადგან როგორც დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა დაამოწმა, ამ შეთანხმების ტექსტი არ გაფორმდება მანამ, სანამ სომხეთის რესპუბლიკა თავის კონსტიტუციას არ შეცვლის. იმ ტექსტის საპირისპიროდ, რომელიც შეთანხმების პროექტშია, სადაც ნათქვამია, რომ მხარეებმა არ უნდა ჩაერიონ ერთმანეთის შიდა საქმეებში. ეს პირდაპირი ჩარევაა სომხეთის რესპუბლიკის შიდა საქმეებში. ეროვნული ასამბლეის სამოქალაქო ხელშეკრულების ფრაქციის წევრის ჰასმიკ ჰაკოპიანის თქმით, მინსკის ჯგუფმა დიდი ხნის წინ ამოწურა თავისი თავი და გავლენა მაშინ უნდა ჰქონოდა, როდესაც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი ცხელფაზაში იყო. მისკი ხმდი აიცევა ჩაფაჩი გორწუნ დეიურეის ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა დე-ფაქტო არ მოქმედებს, რჩება რა მხოლოდ ხელოვნურ სტრუქტურად. სამივე მხარემ ამის შესახებ განაცხადა. ფაქტობრივად არსებობს ფორმატი, რომელიც ფაქტობრივად არ მოქმედებს და არ შეუძლია რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს სომხეთზე, რადგან აქამდე ასეთი გავლენა არასდროს ყოფილა. სომხეთისთვის ეს ორმაგი ვითარებაა. ამერიკის მფარველობის ქვეშ სამშვიდობო ხელშეკრულებამ შეიძლება სტაბილურობა და ეკონომიკური შესაძლებლობები მოიტანოს, მაგრამ არც ახალი სომხების უფლებები და უსაფრთხოება დღის წესრიგიდან გადის. გევორგ ჰუკასიანის თქმით, მინსკის ჯგუფის დაშლას სხვა საერთაშორისო ფორმატი უნდა მოყვეს, შვეიცარიის სამშვიდობო ინიციატივა. պետք է լինի միջազգային որևէ հարթակ եւ լավ կլինի որ უნდა არსებობდეს რაიმე საერთაშორისო პლატფორმა და კარგი იქნება თუ ეს პლატფორმა იმოქმედებს გაეროს ან ეუთოს ეგიდით, რადგან კონფლიქტის პრობლემები მოგვარებული არ არის და ამ სამშვიდობო ხელშეკრულების ყველაზე დიდი ხარვეზი სწორედ ის არის, რომ შეთანხმები ცდილობენ მიჩქმალონ არსებული პრობლემები. ამ მიჩქმალვის პირობებში რეალური მშვიდობის წარმოდგენა შეუძლებელია. სომხეთს რომ ეწარმოებინა დახელოვნებული და გათვლილი დიპლომატია, შესაძლებელი იქნებოდა მინსკის ჯგუფის დასავლეთ რუსეთის პოლიტიკური დიალოგის პლატფორმად ქცევა, როგორც ეს წარსულში იყო. რუსეთ-უკრაინის ომის დროსაც კი თანათავმჯდომარეები გარკვეულ დროის განმავლობაში ინარჩუნებდნენ კავშირს, როდესაც ოფიციალური ურთიერთობები თითქმის გაყინული იყო. პოლიტიკური ლოგიკაც მიგვანიშნებდა, რომ ადრე თუ გვიან დასავლეთი და რუსეთი იძულებული იქნებოდნენ ესაუბრად და ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მინსკის ჯგუფის ხელახლა ამუშავება. ამ საფრთხის გაცნობიერებად ალიევმა იჩქარა მიეღწია მის დაშლას. სამოქალაქო ხელშეკრულების ფრაქციის დეპუტატი ამტკიცებს, რომ მინსკის ჯგუფმა ხმა არ ამოიღო, როდესაც აზერბაიჯანი უკვე სომხეთს ესხმოდა თავს, ის მაინც არ მოქმედებდა და დიდი ხნის წინ ამოწურა თავისი თავი. აზერბაიჯანში პატიმრობაში მყოფი მშვიდობის აქტივისტი ბაჰრუს სამადოვი ჯანმრთელობის გაუარესებაზე საუბრობს. აზერბაიჯანელი აქტივისტი ბაჰრუს სამადოვი, რომელიც ანტისაომარი პოზიციის გამო სომხეთის სასარგებლო ჯაშუშობის ბრალდებით 15 წლიან პატიმრობას იხდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ იტყობინება. მეიდან TV-ს ინფორმაციით სამადოვმა ბებიასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღეს დაგეგმილ სასამართლოს ხდომას ვერ დაესწრება. მისი მთავარი სათქმელი იყო, თუ სამშვიდობო ხელშეკრულებას აფორმებენ, მაშინ რატომ არ მათავისუფლებენ, აცხადებს აქტივისტის ბებია. ბაჰრუს სამადოვი პრაღის კარლის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ცნობილია ალიევის რეჟიმის კრიტიკით, მათ შორის ყარაბაღის მიმართ სამხედრო აგრესიისა და სომხების ეთნიკური წმენდის გამო. ის ბრალდებებს უარყოფს და აბსურდულს უწოდებს, რადგან ბოლო 6 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში არ უცხოვრია და ფლობდა რაიმე სახის სახელმწიფო საიდუმლოებს. ვაშინგტონში 8 აგვისტოს მიღწეული შეთანხმებების ერთ-ერთი შედეგი შეერთებული შტატების კონგრესის მიერ 1992 წელს მიღებული 907 შესწორების გაუქმება გახდა. ეს შესწორება აზერბაიჯანისათვის ამერიკული სამხედრო დახმარების გაწევას კრძალავდა სომხეთის ბლოკადისა და ყარაბაღის წინააღმდეგ აგრესიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შეერთებული შტატების პრეზიდენტები ამ აკრძალვას გვერდის უვლიდნენ, მისი არსებობა სომხური მხარისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ბერკეტს წარმოადგენდა. ახლა კი აზერბაიჯანის მიმართ სამხედრო ემბარგოს სრული გაუქმება სომხეთისათვის ახალ რისკებს აჩენს. რა საფრთხეებს შეიცავს ეს გადაწყვეტილება და როგორ აფასებენ მას სამხედრო ექსპერტები? ამის შესახებ დეტალურად ჩვენი კოლეგა სიმონ ჰოვანისიანი მოგვითხრობს. ალიევის შეთითხნილი ღიმილის გვერდით ტრამპი მშვიდად ამბობს. აზერბაიჯანისთვის იარაღის გაგზავნის აკრძალვის გაუქმებას აპირებს. ჩვენ ხსნით თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეზღუდვებს აზერბაიჯანსა და ამერიკას შორის. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია არა თქვენთვის, ასე არ არის. ნამდვილად მნიშვნელოვანია 33 წლის შემდეგ შეერთებული შტატების კონგრესის მიერ 1992 წელს მიღებული თავისუფლების მხარდაჭერის აქტის მე-407 შესწორების გაუქმება, რომელიც კრძანავდა პირდაპირ დახმარებას აზერბაიჯანის
იმისათვის, სანამ ბაქო არ შეწყვეტდა სომხეთისა და არცახის ბლოკადასა და აგრესიულ ნავიჯებს. ბოლო ომის შემდეგ აზერბაიჯანმა წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბლოკადაში მოაქცია არცახი. ხალხი შიმშილისთვის გაწირა და აშკარა საომარი მოქმედებებით აიძულა დაეტოვებინათ თავიანთი სახლები. არსებითად, ამერიკული შესწორების ლოგიკით, არ არის არცახი, არ არის იარაღის ემბარგოს საჭიროება. Իրավիճակը փոխվեց 2001 թվականի սեպտեմբերի 11-ի სიტუაცია შეიცვალა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ. უსაფრთხოების ახალი გადაჯგუფებები მოხდა. ასევე შექმნილმა ვითარებამ აიძულა აშშ-მ გვერდი აევლო 907 შესწორებისთვის. რატომ? იმიტომ რომ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში აზერბაიჯანმა დაიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო კონცენტრირება ავღანეთის მოსაზღვრე და არა მხოლოდ. ასევე ახლო მდებარე ქვეყნების გარშემო, რომლებშიც შედის აზერბაიჯანიც, აზერბაიჯანი გახდა ჰაბი, ესე წოდებული შეერთებული შტატებისთვის ანტიტერორისტულ ბრძოლაში. სამხედრო უსაფრთხოების ექსპერტის სირანუშ მელიქიანის თქმით, ამერიკა აზერბაიჯანს დახმარებას უწევდა კასპიის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისა და ირანის წინააღმდეგ ბრძოლის პლატფორმის გამოყენების დასაბუთებით. Ադրբեջանի համար պատերազմից հետո აზერბაიჯანისთვის ომის შემდეგ შეიარაღების დივერსიფიკაცია წავიდა. იმ ქვეყანაში მათ ძალიან აქტიური სამხედრო წვრთნები, ახალი სამხედრო შესყიდვები და ასე შემდეგ განახორციელეს. და თუნდაც აშშ არ იყოს მიმართული, დარწმუნებული ვარ დიპლომატიურ დისკურსშიც, რომ ეს სომხეთის წინააღმდეგ მხარდაჭერა არ არის, მაგრამ სხვა საკითხია, თუ როგორ შეიძლება აზერბაიჯანმა ეს გამოიყენოს. ამბობს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ მაგალითად არაერთი ოფიცერი, რომლებიც ნატოს ამერიკულ სკოლებში მომზადდნენ, მონაწილეობდნენ სომხეთის წინააღმდეგ წარმოებულ ომებში. ამ გარემოების გათვალისწინებით, სომხეთმა გამადიდებელი შუშით უნდა აკონტროლოს აზერბაიჯანის შეიარაღება. ახლა აშშ აზერბაიჯანს აწვის არაშეტევი იარაღს, როგორც ისრაელი ან თურქეთი, საშუალებებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მომავალში შეიძლება სხვა სახის იარაღიც მიჰყიდოს. სამხედრო ექსპერტი კარენ ჰოხანისიანი ფიქრობს, რომ აშშ გეგმავს აზერბაიჯანი ირანისა და რუსეთის წინააღმდეგ ფრონტად გამოიყენოს. აზერბაიჯანისთვის ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, ეს სამხედრო თანამშრომლობა ან ეს სამხედრო დახმარება და ზოგადად აშშ აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობა, რამდენადაც ასე ვთქვათ, უცნაურად არ უნდა ჟღერდეს ხელსაყრელი ვარიანტი არ არის, რადგან აზერბაიჯანს ადრე თუ გვიან ჩაითრევენ სამხედრო მოქმედებაში, რომელიც ბუნებრივია არ გამომდინარეობს აზერბაიჯანის ინტერესებიდან და აზერბაიჯანი უბრალოდ პლაცდარმი იქნება ამ მთელი ოპერაციებისთვის. სამხედრო ბიუჯეტს აზერბაიჯანი არ მალავს. საახალწლო მილოცვაშიც კი ალიევი ამბობს, რომ უზარმაზარი სამხედრო ბიუჯეტით იარაღდებიან, თითქოს და სომხეთის შეიარაღების წინააღმდეგ. დონორები კი ისრაელი, პაკისტანი, ბელარუსი და სხვა პარტნიორი ქვეყნები არიან. ამ ყველაფრის მიუხედავად, აზერბაიჯანი აკრძალებს ყველა შესაძლო პლატფორმაზე მშვიდობაზე ყვირილს და სომხეთის დემილიტარიზაციას ითხოვს. და ბოლო, შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკის უდიდეს ქალაქ ანკორიჯში გაიმართება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეზიდენტივანმა განაცხადა. მისი თქმით, დონალდ ტრამპი მტკიცედ არის განწყობილი შეეცადოს, დაასრულოს ეს ომი და შეწყვიტოს მკვლელობები. შეხვედრის ლოკაციის დადასტურებამდე რუსეთისა და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები ტელეფონით განიხილეს. ეს იყო ყველაფერი, რისი გაზიარებაც გვინდოდა ამ დროისთვის. გამოიწერეთ ჩვენი გვერდები სოციალურ მედიაში ყველა პლატფორმაზე და არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩვენი ქართულენოვანი YouTube არხისა. მადლობა ყურადღებისათვის და გემშვიდობებით.